ელექტროენერგიის მოხმარება და გამომუშავება, გენერაციის ზრდა, წყალმომარაგების სექტორში მიმდინარე სიახლეები, გაზიფიცირება და ზოგადად ენერგეტიკის სექტორის წლის შეჯამება უნდა გქონდეს. დღეს ჩვენ სტუმართან ერთად დავით ნარმანია, სემეკის თავმჯდომარე გვერდია ბიზნეს პოსტის სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით დღემშვიდობისა, მივესალმები ტელემაყურებლებს და ულოცავ ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენც ულოცავთ ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით ბატონო დავით. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონო დავით, სანამ 2024 წლის სემეკის საქმიანობას შევაჯამებ, ჩვენი საუბარი მინდა დავიწყოთ ძალიან მნიშვნელოვანი და ბოლო პერიოდში აქტუალური თემით, გულისხმობ აფხაზეთში არსებულ ენერგოკრიზისს. რეალურად ბატონო დავით, რასთან გვაქვს საქმე, რატომ გააჩერა ენგურხესმა მუშაობა და დღეს მდგომარეობით იღებს თუ არა საქართველოსთან ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიას? მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ზამთრის პერიოდია, შესაბამისად ენგურხესი ძირითადად კავკასიონიდან ღებულობს და მარაგდება წყლით, აქედან გამომდინარე, როცა იქ არის ზამთრის პერიოდი და ყინვების შესაბამისად ჩამონადენი არის ძალიან მინიმალური, აქედან გამომდინარე პრაქტიკულად გამომუშავება მინიმალურ დონეზეა ენგურხესის და რეზერვუარი არის დაცლილი, იმიტომ რომ მთელი ზაფხული შემოდგომის განმავლობაში ენგურხესი სრული გატვირთვით მუშაობდა, აქედან გამომდინარე, ვიდრე გაზაფხულზე თოვლის დნობა და ინტენსიური ნალექები არ დაიწყება და არ შეივსება ეტაპობრივად ენგურხესის რეზერვუარი, მანამდე გამომუშავება იქნება მინიმალურ დონეზე. პროპორცია, რაც ჩვენ და აფხაზეთს გვაქვს 40-60-ზე ელექტროენერგიის გაყოფა 40 აფხაზეთი, 60 დანარჩენი საქართველოს ნაწილი, ეს პროპორცია წელსაც იქნა შენარჩუნებული. აქედან გამომდინარე, წლის განმავლობაში რა ელექტროენერგიის გამომუშავებაც მოხდა 11 თვის განმავლობაში. 60% მიიღო აქეთა მხარე, ენგურს გამოღმა მხარე, ხოლო 40% განაწილდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ახლა უკვე მათ დაიწყეს ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან, თუმცა ეს არის ძალიან მინიმალური იმპორტი, ვინაიდან ენერგია ღირს ძვირი, იქ ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა პრაქტიკულად არ ხდება, აქედან გამომდინარე უჭირთ ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა, ამიტომაც ცდილობენ რომ ღამის საათებში შემოიტანონ შედარებით იაფიანი ენერგია, დაწესებული არის ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკები და ამ ასე ვთქვათ რთულ პირობებში უწევთ მათ მუშაობა. ენგურის თემა რომ ამოვწუროთ, როგორც თქვენ ახსენეთ, 60-40 არის განაწილება საქართველოსსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის. ჩვენ ვიცით რომ საქართველოს ენერგოსისტემისთვის მნიშვნელოვანი არის ენგურხესის ფუნქციონირება. შესაბამისად, საინტერესოა საქართველოსთან მიმართებაში დღეს როგორი არის ენგურიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა და არსებულ ასე ვთქვათ დანაკლის, რომელიც დღეს გვაქვს, რა წყაროებით ვაბალანსებთ დღეს. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ენგურხესი ეს არის უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული ობიექტი ჩვენი ქვეყნის ენერგო სისტემისთვის და მოხმარების საკმაოდ დიდი ნაწილი ენგურხესის ენერგიით იფარება. როცა ჩვენ ვადგენთ სამოხმარებლო ტარიფებს, პრობლემში ენგურხესის იაფიან ენერგიას ვიყენებთ მოსახლეობის ტარიფის დასადგენად და შემდეგ უკვე დარჩენილი ნაწილით ხდება კომერციული სექტორისთვის ტარიფების დადგენა, მე იქ კომერციული სექტორის ტარიფებისთვის შემოდის სხვა უფრო ძვირიანი წყაროებიც, ამიტომაც ჩვენთან მოსახლეობის ტარიფი რამდენადმე უფრო იაფია, ვიდრე კომერციული სექტორის ტარიფები, ანუ არასაყოფაცხოვრებო ტარიფები. ამდენად ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ენგურხესი, ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანია ენერგო დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. როცა შედარებით მშრალი წელი, ესეთი იყო 2020 წელი, მაშინ შედარებით დაბალი იყო ენგურხესის გამომუშავება და მეტი სხვა წყაროს გამოყენება დაჭერდა ქვეყანას. შემდგომი წლები, მათ შორის მიმდინარე წელიც 2024 წელი საკმაოდ წყალუხვი იყო, საკმაოდ დიდი ნალექები მოვიდა, აქედან გამომდინარე უფრო გვიანობამდე მიყვა ენგურხესის ენერგია, ანუ ნოემბრამდე. რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თან ენგურხესი ეს არის მარეგულირებელი სადგური, რომელსაც შეუძლია დაიგროვოს წყალი და გამოიმუშაოს შემდგომ, როცა წყლის დეფიციტია.
და მეტიც წელს იმდენად კარგი ნალექები იყო, რომ სიჭარბის პერიოდში, ეს იყო მაისი, ივნისი, ივლისი, ენგურხესის ენერგიის ექსპორტიც კი განხორციელდა მეზობელ თურქეთში, რამაც ენგურხეს დამატებითი შემოსავლების მიღების საშუალებაც მისცა. როცა ენგურხესის ენერგია არ არის საკმარისი, ასევე რა თქმა უნდა გამოიყენება სხვა ჰიდროელექტროსადგურების ენერგია, ქარის სადგური, რომელიც მუშაობს ქართლში, თუმცა ზამთრის პერიოდში ბოლო წლებია საქართველოს ახორციელებს აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტს და გარდაბნის თბოსადგურებში სახელმწიფო თბოსადგურები ეცით თქვენ ხო გარდაბანი 1, გარდაბანი 2 ხდება ელექტროენერგიის წარმოება და სისტემისთვის მიწოდება. ესეთი გზით წარმოებული ენერგია უფრო იაფიჩდება ვიდრე პირდაპირ იმპორტი იგივე თურქეთიდან ან აზერბაიჯანიდან, ამიტომაც ესეთ საშუალებას გვაძლევს ჩვენ, რომ შევინარჩუნოთ სამომხმარებლო ტარიფები. გასული წლის დეკემბერში ზუსტად ამ დროს ჩვენ როგორც მოსახლეობისთვის, ასევე კომერციული სექტორისთვის დავწიეთ ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფები 3 თეთრით და ეს დაწეული ტარიფი შენარჩუნებული იქნება მომდევნო წელსაც. სწორედ ამიტომაც ჩვენ მიმდინარე წლის დეკემბერში არ გვიწევს ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა და შესაბამისად ტარიფების რაიმე ფორმით ზრდა ელექტროენერგიაზე ნავარაუდები არ არის. ისევე როგორც ვინარჩუნებ ბუნებრივი აირის ტარიფებს, წყალმომარაგების ტარიფებს, ამდენად მიმდინარე სეზონი, ზამთარი და მომდევნო წელი ტარიფები სამივე სექტორში, რომელსაც ჩვენ ვარეგულირებთ, იქნება უცვლელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ელექტროენერგიაზე ვსაუბრობთ, მოდით ჩვენი წლის შეჯამება სწორედ ამ მიმართულებით დავიწყოთ. ბატონო დავით, 2024 წელს როგორი იყო ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მოხმარების თანაფარდობა და რა მოცულობის გენერაციის ობიექტები შეემატა ჩვენს ქვეყანას? ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო პერიოდში გახსნილი ჰიდროელექტროსადგური, ეს არის ხობი ჰესი, რომელიც მდინარე ხობის წყალზეა დამონტაჟებული, სულ ახლახან გაიხსნა და ჩაირთო ჩვენი ქვეყნის ერთიან ენერგოსისტემაში. ეს არის საკმაოდ დიდი ჰიდროელექტროსადგური, ასევე რამდენიმე მცირე სადგური შევიდა ექსპლუატაციაში და ჯამში 50 მეგავატზე მეტი მხოლოდ ჰიდროენერგიის წყაროები გაჩნდა 2024 წელს ქვეყანაში. ასევე საკმაოდ აქტიური იყო ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობა, ძირითადად ესენი იყო მზის სადგურები. წელი რო დამთავრდება, ჩვენ შევაჯამებთ 2024 წელს, თუმცა წინასწარი ვარაუდით აქაც დაახლოებით 40 მეგავატზე მეტია დადგმული სიმძლავრე, მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში მზის სადგურებისა და ამ თვალსაზრისით აქტივობა განსაკუთრებით მაღალი იყო რეგიონებში, 9 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის სადგურები დამონტაჟდა ძალიან ბევრ ადგილას, მათ შორის საწარმოების და ორგანიზაციების სარგებლობისთვის და ნამეტი ენერგიის გაყვითვა ხდება ასევე ჩვენს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამდენად ეს წელი, ანუ მიმდინარე წელი ამ თვალსაზრისით წინა წელზე გაცილებით უკეთესი იყო, იმიტომ რომ მეტი ადგილობრივი გენერაცია შეემატა ჩვენი გენერაციის სისტემას. ასევე გუშინ ნახეთ წყალტუბო 500-თან დაკავშირებით იყო ღონისძიება, აი ამ საკითხსაც რომ შევეხოთ საინტერესოა. კი ბატონო, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ დაასრულა წყალტუბო 500 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის სადგურის მშენებლობა, რომელიც არის სასისტემო მნიშვნელობის ქვესადგური, ესეთი სულ რამდენიმეა საკვანძო საქართველოში, როგორც არის გარდაბანი, მარნეული, ზესტაფონი, ჯვარი. ეს სადგური ახალციხე ასევე, ეს სადგური შეემატა ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემას და ერთის მხრივ რაჭის ტერიტორიაზე გენერირებული ენერგიის გამოტანისთვის მნიშვნელოვანი იქნება, ასევე დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში წარმოებული ენერგიის გამოტანისთვის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, ვინაიდან ერთ ქვესადგურში არსებული სისტემური ხარვეზის, ასე თქვა, დაპარალელების საშუალებას იძლევა და შესაბამისად მისი ექსპლუატაციაში გაშვება მოხდა. ამდენად ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია.
კი ბატონო დავით, რადგან ვსაუბრობთ ელექტროენერგიაზე, გასული წელი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ენერგეტიკული ბირჟა გაიხსნა ჩვენს ქვეყანაში. მართალია სატესტო რეჟიმში, მაგრამ მან ფუნქციონირება დაიწყო. მოდით მის მნიშვნელობას შევეხოთ და ასევე იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც იგი გაიხსნა, გარკვეული შედეგებიც რომ შევაჯამოთ, რაც გვაქვს წლის განმავლობაში. ენერგეტიკული ბირჟა გასული მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნა. სატესტო რეჟიმში ნებაყოფლობითი ვაჭრობა იქნა დადგენილი და შესაბამისად ამ ნებაყოფლობითი ვაჭრობის რეჟიმში რამდენიმე მიმწოდებელი და მომხმარებელი ჩაერთო ვაჭრობის პროცესში. ზაფხულის შემოდგომის პერიოდში იყო მთელი რიგი დღეები, როცა შედგა ვაჭრობა და შესაბამისად მოხდა რეალური გარიგებები მყიდველსა და გამყიდველებს შორის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით და რეალური ანგარიშწორებები. ჩვენს მიერ გაკეთებული ანალიტიკის მიხედვით ამ, ასე ვთქვათ, სატესტო რეჟიმმა გვაჩვენა, რომ დაახლოებით 300,000 ლარზე მეტი დაზოგეს ელექტროენერგიის მომხმარებლებმა, ვიდრე ისინი იყიდნენ ელექტროენერგიას ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფით. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ბირჟა მომხმარებლებისთვის ნახავს აუცილებლად პროზორით მომხმარებლები ბირჟაზე ვაჭრობენ ნახავენ აუცილებლად სარგებელს და ბირჟა თავის როლს შეასრულებს სწორედ ამ თვალსაზრისით. ამიტომაც და თან დაიტესტა სისტემა ტექნიკურად, სისტემა მუშაობს, გამართულია. უხარვეზოდ ჩატარდა ეს ვაჭრობები და შესაბამისი ანგარიშწორებები, ამიტომაც როცა დადგება ამის დრო, მზა უხარვეზო სისტემით შეხვდება ქვეყანა ბაზრის გახსნას. რადგან 2024 წელს ვაჯამებთ ბიზნეს პოსტში, მოვიკითხოთ წყალმომარაგების სექტორით, რომელიც თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ წლის განმავლობაში ბევრი სიახლით იყო დატვირთული. ყველაზე მსხვილი მოთამაშე ბაზარზე აქვალია მსხვილი მნიშვნელოვან ინვესტიციებს გეგმავდა. რა სამუშაოები გატარდა ბატონო დავით მათ მიერ და რამდენად გაუმჯობესდა წყალმომარაგების სექტორში არსებული მდგომარეობა? კომპანია აქვალია, რომელიც თბილისში, რუსთავში და მცხეთაში ოპერირებს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერძო სუბიექტია, რომელიც CMEC-ის მიერ გაცემული ლიცენზიის ქვეშ ოპერირებს. წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემის საკმაოდ დიდი ნაწილი მოძველებულია, ეს ყველასთვის ცნობილია, ამიტომ არის ავარიები ხშირი. აქედან გამომდინარე, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც ამ კომპანიის წინაშე დაისახა, არის ის, რომ გაკეთდეს მეტი ინვესტიცია ქსელში და შემცირდეს ავარიები, ანუ მომხმარებელი იყოს უფრო მეტად კმაყოფილი. ამ თვალსაზრისით ჩვენ მათ როცა დაუდგინეთ გასული წლის ბოლო სამომხმარებლო ტარიფი, შევითანხმეთ მათი გაზრდილი საინვესტიციო პაკეტი და რეალურად ისინი მიმდინარე წლის იანვრიდან შეუდგნენ სწორედ ამ ახალი პროექტების განხორციელებას საინვესტიციო გაზრდილი პაკეტის ფარგლებში. ბევრგან ხდება გამოცვლა მოძველებული სისტემებისა, მათ შორის დედაქალაქში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც სრულდება და განხორციელდა GVP-ის მიერ, აქვალიეს მიერ. ეს არის 22 მილიონიანი პროექტი სამგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გახოკიძის ქუჩაზე მთლიანად იცვლება მაგისტრალური წყალსადენი და კანალიზაციის სისტემები და ასევე მერია აწესრიგებს იქ ყველა სხვა დანარჩენ ინფრასტრუქტურას. აქედან გამომდინარე სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს, ხო? დასასრულის სტადიაშია, უკვე დეკემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს იქ სამუშაოები, ყველაფერი გეგმა-გრაფიკის მიხედვით ჩატარდა და განხორციელდა. ამით მთელი იმ მიმართულებაზე, სადაც საკმაოდ ხშირი იყო ავარიები აღარ იქნება და მომხმარებელი იქნება უფრო მეტად კმაყოფილი. ასევე შიდა საუბნო მიმართულებით საკმაოდ დიდი პროექტები განხორციელდა როგორც დედაქალაქში, ასევე რუსთავშიც. რუსთავში ჩვენ ცალკე საინვესტიციო პაკეტი დაუმტკიცეთ, ჯერ კიდევ 2 წლის წინ რუსთავის მერიის მომართვის საფუძველზე ცალკე საჯარო განხილვები ჩატარდა რუსთავთან მიმართებაში და იქაც მაგისტრალური წყლის მიწოდების სისტემის ნახევარი გამოიცვალა და შიგნით ასევე საუბნო მიმართულებით, სადაც მერია ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე რუსთავის წყალი, ჯორჯია ვოთერენდ ფაუერი ცვლის მიწისქვეშა კომუნიკაციებს იმისათვის, რომ იქაც ავარიები მნიშვნელოვნად შემცირდეს. ეს ყველაფერი შედეგს აუცილებლად გამოიღებს, თუმცა ეს არის ამას, რომ 1 წელიწადში ან 2 წელიწადში ეს პრობლემა მოგვარდება, მაგრამ ასეთი ტემპით თუ განხორციელდება ინვესტიციები, რა თქმა უნდა, რამდენიმე წლის განმავლობაში სერიოზულად დაეტყობა ხელი წყალმომარაგების და კანალიზაციის ინფრასტრუქტურას. ისევე როგორც რეგიონებში ძალიან ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარეობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ, რომელიც არის
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვემდებარე სახელმწიფო კომპანია. ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში ახალი პროექტები ხორციელდება, ასევე ხორციელდება მოძველებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის სამუშაოები, ნაწილი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ნაწილი ფინანსდება დონორული სახსრებიდან და აქაც რეგიონებში წყალმომარაგების არეალები ფართოვდება და შესაბამისად სულ უფრო მეტი მომხმარებელი ერთვება წყალმომარაგება კანალიზაციის სისტემაში. ძალიან აქტიურად მუშაობს ასევე მაგალითად თქვათ ბათუმის წყალი, სადაც ახალი უბნები შენდება, იმ ახალ უბნებში დაიგეგმა ასევე გერმანიის განვითარების ბანკის დაფინანსებით კანალიზაციის და წყალმომარაგების პროექტი, რომელიც 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება და ასე შემდეგ. ამდენად კი არის ინვესტიციატევადი წყალმომარაგების სექტორი და ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიცია ჭირდება სისტემების განვითარებას, მაგრამ ტემპი საკმაოდ მაღალია, ესეთი აქტიური ტემპი არ ყოფილა მანამდე, ამდენად ესეც თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. გადავინაცვლოთ გაზიფიცირებაზე, თუ კი გაზიფიცირებული მომხმარებლების რაოდენობა იყო გამოწვევა წლების განმავლობაში, ბოლო წლებია მუდმივად იზრდება რაოდენობა იმ ტერიტორიებისა, სადაც უკვე გაზის მიწოდება პრობლემა აღარ არის. დღეს ქვეყნის ტერიტორიის რამდენი პროცენტი არის გაზიფიცირებული საინტერესოა და ასევე ამ ტემპების გათვალისწინებით როდის მოხდება სრულიად მთელი ქვეყნის მასშტაბის გაზიფიცირება. მთავრობა ახორციელებს რეგიონებში გაზიფიცირების მასშტაბურ პროექტებს და სამუშაოებს და ყველა მსხვილი სასოფლო დასახლება და დაბა არის გაზიფიცირებული. შემდგომი ეტაპის სამუშაოები ეს არის შედარებით უფრო პერიფერიული დასახლებები და შედარებით ნაკლებ მჭიდროდ დასახლებული არეალები, სადაც ასევე მიმდინარეობს პროექტები. როგორც კი სახელმწიფო ასრულებს მაგისტრალური გაზიფიცირების სამუშაოებს, მერე უკვე შესაბამისი პროცედურების დაცვით გადაეცემათ ქსელები ოპერირებისთვის სოკარს და იქ მერე უკვე ჩვენ როგორც მარეგულირებელი კომისია ვერთვებით სოკარს უფართოებთ საინვესტიციო არეალებს და რამდენიმე ათეული ესეთი ახალი სოფელი შევიყვანეთ მიმდინარე წელს სოკარის საინვესტიციო და სალიცენზიო არეალში. მერე უკვე იქ ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფები მოქმედებს, ჩვენს მიერ მომხმარებლის მიერთების საფასური და ვადები მოქმედებს და სრულად ხდება ჩვენს მიერ პროცესების მონიტორინგი. აქედან გამომდინარე რეგიონებში გაზრდილია ბუნებრივი აირის მოხმარება და ასევე ძალიან მჭიდრო კოორდინაცია დავიწყეთ სატყეო სააგენტოსთან ინფორმაციის მიმოცვლა, იმიტომ რომ იქ სადაც უკვე გაზიფიცირებები ხდება, იქ აღარ არის საჭირო სატყეო სააგენტოს მიერ უკვე ტყით სარგებლობაზე და შიშის გამოტანაზე შესაბამისი ნებართვების გაცემა, ტყე-კაფების გამოყოფა და ამით მეორე კარგი საქმეც კეთდება, ეს არის ბუნების დაცვასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური საკითხები. ბატონო დავით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით რა სიახლეებით იყო 2024 წელი დატვირთული და ასევე კითხავთ, რამდენ მომხმარებელს ჩამოეწერა არასწორად დარიცხული თანხები. მომხმარებელთა უფლებების დაცვა მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია. აქედან გამომდინარე კომისია ყოველთვის უსმენს მომხმარებლებს. ჩვენ ვღებულობთ მათგან განაცხადებს წერილობითი ფორმით, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, რომელიც ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული და რამდენიმე 1000 განაცხადს ვიხილავთ და საჩივარს ვიხილავთ მომხმარებლისა. მიმდინარე წელს ჩვენ მომხმარებლებს არასწორად ან ზედმეტად დარიცხული გადასახადების სახით დაახლოებით 1.5 მილიონ ლარი ჩამოვაწერეთ. მათგან გარკვეული ნაწილი არის ხანდაზმული, ანუ ისეთი დავალენება, რომლის წარმოშობიდან 3 წელზე მეტია გასული და ნაწილი არის, როცა გარკვეული შეცდომა ხდება კომუნალური კომპანიების მხრიდან ან მრიცხველი აღრიცხავდა არასწორად ან რაღაცა და არასწორად არის დარიცხული თანხა. ესეთ შემთხვევაში ასევე კომისია მომხმარებელთა მომართვის საფუძველზე არასწორად დარიცხული გადასახადების კორექტირებასაც ახდენს. კი ბატონო, და უნდა გითხოთ რეგულაციებთან დაკავშირებით, მიმდინარე წელს სემეკის მხრიდან ახალი რეგულაციები თუ ამოქმედა, რა მიმართულებით იყო ისინი და რამ განაპირობა ამ რეგულაციების ამოქმედება? რაც მახსენდება და ბოლო პერიოდში მივიღეთ ახალი რეგულაცია, ეს არის კომუნალური კომპანიების დაჯარიმების წესი.
ვიცი მომხმარებლებს გაუხარდება ჩვენ მანამდე ვაჯარიმებდით კომუნალურ კომპანიებს როცა ისინი არასწორად იქცეოდნენ და არღვევდნენ კანონმდებლობას თუმცა ახალმა კანონმა ენერგეტიკის დაწყალობანაგების შესახებ ჩვენ მოგვცა მანდატი რომ დაგვედგინა სპეციალური ჩარჩო წესი რა ტიპის დარღვევის შემთხვევაში როგორ უნდა დასანქცირდეს კომუნალური კომპანია. ამდენად ეს წესიც მივიღეთ. მანამდე 2019 წლის ბოლოდან მოყოლებული ეტაპობრივად კომისია იცით რომ ამ ევროინტეგრაციის ჩარჩო კონტექსტიდან გამომდინარე იღებდა ევროპული სტილის მარეგულირებელ ნორმებს და აქტებს და 50-მდე ესეთი მარეგულირებელი აქტი და ნორმა იქნა მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული. ელექტროენერგეტიკის სექტორში ჩვენ წელს დავასრულეთ ყველა მარეგულირებელი აქტის შემუშავება. ბუნებრივი გაზის სექტორში მუშაობდით აქტიურად და ხაც რამდენიმე ახალი წესი დავადგინეთ. იცით რომ ეტაპობრივად დაგეგმილია ასევე როგორც ელექტროენერგეტიკის სექტორში მოხდა ბუნებრივი გაზის სექტორშიც ბაზრის გახსნა და აქედან გამომდინარე ბუნებრივი გაზის სექტორში ბაზრის გახსნისთვის მარეგულირებელი აქტების ეტაპობრივად მიღება მიმდინარეობს და მომდევნო წელს პრაქტიკულად ამ ნაწილსაც დავასრულებთ. დასასრულისკენ მივდივართ და რასაკვირველია მინდა კითხოთ სემეკის გეგმები როგორია, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ უწყებისგან 2025 წელს. 2025 წელი საკმაოდ აქტიური იქნება მარეგულირებელი კომისიის საქმიანობაში, ვინაიდან ბუნებრივი გაზის სექტორში რეფორმების გატარების საკითხები უფრო აქტუალური გახდება, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ დასრულდება ბუნებრივი გაზის სექტორში მიწოდება მოხმარების გაყოფა, ისევე როგორც ელექტროენერგეტიკის სექტორში დარჩენილი იყო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის და სახელმწიფო გენერაციის ობიექტების გაყოფა და ეს პროცესიც დასრულდება. კომისია აქტიური იქნება მომდევნო წელსაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით და ძალიან ბევრ სიახლეს შევთავაზეთ მომხმარებელს, რომელიც კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად გაუმარტივებს, ანუ კიდევ უფრო მეტი ახალი ელექტრონული სერვისის შექმნა და ჩაშენება მოხდება, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი იქნება მომხმარებლის პორტალი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით გადაცემაში სტუმრობისთვის გისურვებთ წარმატებებს. მაყურებელს შევახსენებ დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. საუბრობდით ენერგეტიკის სექტორში არსებულ სიახლეებს და გამოწვევებზე მიმდინარე წელს და ამავდროულად შევაჯამეთ სემეკის საქმიანობის წელი.